აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2014-2017 წლის პრიორიტეტები განიხილეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ, მათი მხრიდან გარკვეული სახის რეკომენდაციებიც გაჟღერდა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ფერმერთა კვალიფიკაციასა, ცნობიერების ამაღლების და გადამზადების საკითხზე იმსჯელეს, ისაუბრეს მოსახლეობის ხარისხიანი საკვები პროდუქტით მომარაგებასა და ბაზარზე ქართული პროდუქციის ფასების რეგულირების საკითხზეც. შეხვედრის მიზანს ბიუჯეტის პროგრამირების და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა წარმოადგენდა. 2014 წლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი ამ დროისთვის 5,994,404 ლარს შეადგენს და ის მიმდინარე წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიუჯეტის დამტკიცებამდე გარკვეულ პროგრამებზე თანხის მატებას ელიან. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები 2014 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო გამოშვებაში. ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მომზადდეს პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნა სპეციალური დადგენილება, რომელთაც განისაზღვრება ფორმატი და სტრუქტურა თუ როგორ მოხდება პრიორიტეტის დოკუმენტი, როგორც ეს არის ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ასევე იყოს წარმოდგენილი პრიორიტეტები გასულ წლებში მიღწეული შედეგების მიხედვით, შესაბამისად პროგრამებიც იყოს წარდგენილი ასეთი ფორმით, დღევანდელი გამოწვევებით და მომავალში დაგეგმილი საქმიანობების მიხედვით. იგივე პროგრამები, რაც 2013 წელს ხორციელდებოდა, იყო 9 პროგრამა, ის პროგრამები უფრო გაფართოებულია მასშტაბურად, ფინანსურად და დაემატა რამდენიმე პროგრამა, რომელიც 2014 წელს იქნება განხორციელებული. ესეც იქნება საძოვრების ხანგრძლივი დამუშავება და შემდეგ სათიბად გამოყენება, იქნება მეფუტკრეობაში არა მხოლოდ სკების შეძენა, არამედ იქნება ციბრუტების შეძენა, რომელიც მეფუტკრეებს წააგდება და ასეთ ანალოგიური საკითხები იქნება წელიწადში.